გუშინდელი ისტორიული ზრდის შემდეგ ბიტკოინმა არ შეწყვიტა თავისი რალი და დღევანდელი დღისთვის ბიტკოინის მაქსიმალურმა ფასმა შეადგინა ფაქტიურად $24,000. ეს ყველაფერი არ არის მეგობრებო, ჯერჯერობით ეს მხოლოდ დასაწყისია. ძალიან დიდი შანსი არის იმისა, რომ უკვე $30,000 ღირებულების ბიტკოინი ვიხილოთ 2020 წლის ბოლომდე. რა თქმა უნდა 2021 წელი იქნება აბსოლუტური ზრდის ფაზა. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე Bit Dealer-ი და როგორც ყოველთვის მე გახლავართ გიორგი. დღევანდელ ვიდეოში მე მრავალჯერადი თხოვნის შესაბამისად გადავიღო ვიდეო, რომელშიც სრულიად გასაგებად და ნათლად ერთხელ და სამუდამოდ ავხსნით, სად და როგორ შევინახოთ ჩვენი კრიპტოვალუტა. პრინციპში ჩვენ გვაქვს არჩევანი, შევინახოთ კრიპტოვალუტა უსაფრთხოდ თუ კომფორტულად. რა თქმა უნდა, ამ ორ შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ პირადად თქვენ. ჩემი მხრიდან მე ვეცდები უბრალოდ მოგაწოდოთ მაქსიმალურად ობიექტური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც თქვენ თავად მიიღებთ თქვენს გადაწყვეტილებას. დავიწყოთ პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, თუ რა მიზნისთვის ვიყენებთ ჩვენ კრიპტოვალუტას. არსებობს ორი ძირითადი მიმართულება, რისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ კრიპტოვალუტა. პირველი ეს არის ჰოლდი, ანუ მისი შენახვა, როდესაც კრიპტოვალუტას ინახავთ საკმაოდ დიდი ხნით, მაგალითად 1, 2 ან 5 წელი, შესაძლოა ვიღაცა 10 წლითაც შეინახოს, როგორც მაგალითად დიდი hedge ფონდები და მილიარდერები აკეთებენ, და არის მეორე ვარიანტი, ტრეიდინგი, როდესაც ჩვენ ლოკალურად ყოველ ფასის მოძრაობაზე ვცდილობთ, რომ ამ ფასის მოძრაობაზე გავაკეთოთ გარკვეული მოგება, ამისათვის ჩვენ უკვე ვიყენებთ კრიპტოვალუტის ბირჟებს. და შესაბამისად ასეთ ვარიანტში, რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება ჩვენი კრიპტოაქტივები იყოს განთავსებული კრიპტოვალუტის ბირჟაზე. თუმცა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იყოთ გამოცდილი ტრეიდერი იმისათვის, რომ თქვენი თანხა როგორც მინიმუმ არ დაკარგოთ კრიპტოვალუტის ბირჟაზე, რათა ბანალური შეცდომები არ დაუშვათ და ამ ყველაფერს არ მოყვეს თქვენი დეპოზიტის განულება, თუ რა თქმა უნდა ვაჭრობთ იზოლირებული ან კროს მარჟით. ამ თემაზე თუ დაგაინტერესებთ ვიდეოს ცალკე გადავიღებ, რაზეც შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ, თუ გაინტერესებთ როგორი სახის ტრეიდინგები არსებობს ზოგადად, რაც პრინციპში ძალიან საინტერესო თემა არის. ხოლო რა თქმა უნდა, თუ სპოტზე ვაჭრობთ, აქ პრინციპში ისეთი შეცდომის დაშვება ნაკლებად არის შესაძლებელი, თუმცა მაინც მაღალი სარისკო არის ტრეიდინგი ვიმეორებ და ეს მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილი ტრეიდერებისთვის არის. მოკლედ მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ სურვილი, რომ შეინახოთ თქვენი კრიპტოვალუტა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ანუ იმისათვის, რომ მოახდინოთ ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ჰოლდი, შენახვა დიდი ხნის პერიოდზე, ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის საფულე. ეს შეიძლება იყოს კრიპტოვალუტის ბირჟა, რასაც მე არ გირჩევთ, თუ ისევ და ისევ ვიმეორებ, თუ გინდათ მხოლოდ შენახვა და არა ვაჭრობა. ასევე შეგიძლიათ კრიპტოვალუტა შეინახოთ ელექტრონულ საფულეებში, რომლებიც შეგიძლიათ დაინსტალიროთ თქვენს მობილურ ტელეფონებში ან კომპიუტერებში, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ, და მესამე ვარიანტი არის, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ აპარატული საფულეები, როგორიც არის Ledger და Trezor, რომლებშიც ფაქტიურად საკმაოდ მაღალ ხარისხზე არის ისევე როგორც კომფორტი, ასევე დაცულობა და საიმედოობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველგან არსებობს თავისი მინუსები. დავიწყოთ კრიპტოვალუტის ბირჟებიდან, რატომ არ ღირს თქვენი hold პორტფელის შენახვა კრიპტოვალუტის ბირჟაზე. კრიპტოვალუტის ბირჟები, ეს არის ყველაზე ნაკლებ საიმედო ადგილი, სადაც შეინახოთ თქვენი კრიპტოვალუტა, იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ეს ბირჟა ნებისმიერი მათგანი, ნებისმიერ დროს მოხვდეს ჰაკერების თავდასხმის ქვეშ, შესაძლოა მოხდეს რაიმე მანიპულაციები, შესაძლოა მოხდეს ისე რომ კრიპტოვალუტის ბირჟამ დაკარგოს თავისი გასაღები, რის შედეგადაც თქვენი კრიპტოვალუტა მთლიანად დაიკარგება, იმიტომ რომ თქვენი აქტივები იმყოფება სხვა ადამიანებთან და თქვენ არ გაქვთ მათზე ფიზიკური წვდომა. თქვენ არ ფლობთ თქვენი საფულეების პრივატულ გასაღებს, მათ ფლობს ბირჟა. თქვენ ფლობთ უბრალოდ ბალანსს, რომელიც გერიცხებათ ამ ბირჟაზე და რა თქმა უნდა, იგი ვალდებულია, რომ თქვენ დაგიბრუნოთ ის ფული, როდესაც თქვენ მოითხოვთ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სიტყვაზე ბირჟა გაბანკროტდება ან მასზე მოხდება ჰაკერული თავდასხმა, ფაქტიურად ასეთ შემთხვევაში თქვენ
უკან ვეღარ მიიღებთ თქვენს კრიპტოვალუტას, რაც იქნება ძალიან სამწუხარო, მით უმეტეს თუ მისი ფასი 100-ჯერ და 1000-ჯერ უფრო მეტი ეღირება, ვიდრე იგი ამ წუთას ღირს. ამიტომაც, მეგობრებო, არასოდეს არ შეინახოთ თქვენი სრული პორტფელი კრიპტოვალუტის ბირჟაზე, მანდ შეგიძლიათ შეინახოთ მხოლოდ ის ნაწილი, რომელითაც ახორციელებთ ტრეიდინგს, ანუ საკმაოდ მცირე ნაწილი,იდან გამომდინარე, რომ პორტფელის საკმაოდ მცირე ნაწილს უნდა შეადგენდეს სავაჭრო დეპოზიტი, მაქსიმუმ 5-10% თქვენი სრული კაპიტალის. გადავიდეთ ახლა უკვე პროგრამულ საფულეებზე, რომლების ინსტალირებაც ხდება თქვენს დევაისებზე, ანუ კომპიუტერში ან ტელეფონში. მე მაგალითად კომპიუტერში მიყენია სპეციალურად ბიტკოინისთვის საფულე, თუმცა არსებობს ძალიან ბევრი მობილური ტელეფონის საფულე, რომელშიც ასევე შეგიძლიათ არა მარტო ბიტკოინი, არამედ სხვა პოპულარული ალტკოინები ჩაწეროთ. არის ისეთი საფულეები, როგორიცაა კოინომი, ტრასტ ვალეტი, ბლოკჩეინი და ასე შემდეგ. ამას არ ჩავეძიები დიდად, იმიტომ რომ ტელეფონებზე ჩემი აზრით კრიპტოვალუტის შენახვა მაინც საკმაოდ სარისკოთ მიმაჩნია. იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება იგი დაკარგოთ, შეიძლება ვიღაცამ მოგპაროთ ეს ტელეფონი და ფაქტიურად მის ხელში აღმოჩნდება თქვენი კრიპტოვალუტა, რაც ასევე ძალიან ცუდი არის. ამიტომაც მიმაჩნია, რომ კომპიუტერში შენახვა ბევრად უფრო საიმედოა, თუმცა კომპიუტერში თქვენ არ გექნებათ შესაძლებლობა, რომ შეინახოთ საკმაოდ დიდი რაოდენობის სხვადასხვა კრიპტოვალუტა. ეს პროგრამული საფულეები არის მხოლოდ ერთ კრიპტოვალუტაზე გათვლილი. მაგალითად, შეგიძლიათ იქონიოთ ბიტკოინის საფულე ცალკე, ლაიტკოინის ცალკე, ეთერიუმის ცალკე და ასე შემდეგ. რაც ნაკლებად კომფორტულია, თუმცა მეტად უფრო უსაფრთხო არის თუნდაც იგივე ტელეფონთან შედარებით. რომელი საფულეები არის სანდო? პრინციპში პროგრამული საფულეების უმეტესობა საკმაოდ მაღალი სანდოობით და საიმედოობით ხასიათდება. ისინი არის არაერთგზის გატესტილი და არაერთგზის შემოწმებული ძალიან ბევრი მომხმარებლის მიერ. პირადად მე უკვე არაერთხელ მაქვს ნახსენები ვიდეოებში, რომ ვიყენებ ელექტრუმის საფულეს, იმისათვის რომ შევინახო ბიტკოინი. ელექტრუმის საფულე არის ძალიან მსუბუქი ვერსია, რომელიც არ საჭიროებს მაგალითად ბიტკოინის სრული ბლოკჩეინის გადმოტვირთვას, იგი უკავშირდება ნოდებს და იქიდან ღებულობს ინფორმაციას, რაც ძალიან ამარტივებს თუნდაც იგივე ბიტკოინ კორთან შედარებით მის გამოყენებას. იმიტომ რომ ბიტკოინ კორის საფულეში თქვენ მოგიწევთ საკმაოდ დიდი ბლოკჩეინის გადმოწერა, ბიტკოინის სრული ბლოკჩეინის გადმოწერა, რომელიც რამოდენიმე ასეული გიგაბაიტია უკვე და ამისათვის დაგჭირდებათ ცალკე მყარი დისკი, რომელსაც საკმაოდ დიდი ტევადობა უნდა გქონდეს. ამიტომაც პირადად მე ვირჩევ ამ შემთხვევაში ელექტრუმის საფულეს. რამდენად სანდო არის იგი, შეიძლება ისევ და ისევ გაგიჩნდეთ კითხვა, საკმაოდ სანდოა, იმდენად რამდენადაც მასში ვინახავ ფაქტიურად ჩემ ბიტკოინების 100%-ს. რაც შეეხება აპარატულ საფულეებს, არსებობს ასევე ძალიან ხარისხიანი და ძალიან საიმედო საფულეები, ეს არის ლეჯერი და ტრეზორი, რომელსაც ორივე მათგანს, ეს სხვადასხვა ფირმებია, ორივე მათგანს აქვს დაახლოებით 1500-მდე სხვადასხვა კრიპტოვალუტის მხარდაჭერა. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი ძალიან მარტივად და ძალიან კომფორტულად და ამ ყველაფერს ექნება ძალიან მაღალი ხარისხის დაცვა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს საფულეები გარკვეული თანხა ღირს, მაგრამ დამერწმუნეთ, ისინი თავის ფასს ამართლებენ, რომელიც დაახლოებით თუ არ ვცდები 50-60 დოლარის ეკვივალენტი უნდა იყოს. მოკლედ, მეგობრებო, რომელი საფულე არის ყველაზე სანდო და რომელი არის ყველაზე კომფორტული. მოგეხსენებათ, კრიპტოვალუტის ბირჟები საკმაოდ კომფორტული არის, თუმცა როგორც უკვე გითხარით, იქ დიდი თანხების შენახვას მაინც და მაინც არ გირჩევთ. ჩემი აზრით, ყველაზე მაღალი სანდოობით მაინც ხასიათდებიან აპარატული საფულეები და პროგრამული საფულეები, რომლებიც კომპიუტერში შეგიძლიათ დააყენოთ, თუმცა პროგრამული საფულეები ისევ და ისევ არც თუ ისე კომფორტულია, ამიტომაც ლეჯერი და ტრეზორი, ანუ აპარატული საფულეები პრინციპში ყველაზე საიმედოც არის და ყველაზე კომფორტულიც. თუ რა თქმა უნდა ხართ დაინტერესებული მათი შეძენით, შეგიძლიათ ლინკი იხილოთ აღწერაში. ასევე დაწერეთ კომენტარებში, რომელი კრიპტოვალუტები გაინტერესებთ და შევეცდებით შემდეგი ვიდეოს სწორედ მასზე გადავიღოთ. მე კი ამით დაგემშვიდობებით, მეგობრებო, და რა თქმა უნდა შევხვდებით სულ მალე. დროებით.